ჩვენ გვაქვს ასეთი მოცემულობა, რომ ერთი რომ დასავლეთის მხრიდანაც არის რაღაცა მოლოდინი, რომ გაერთიანებული ალტერნატივების სახე კონდეს ამას ყველაფერს, არა ერთ პარტია ჩამოყალიბების, მაგრამ აი რაღაცა ერთი მაგიდის გარშემო, ერთი მწყობრი გეგმის, სტრატეგიის მქონე პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობისთვის და ქვეყნის შიგნითაც არსებობს ეს მოთხოვნილება, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა გემოვნების ამომრჩევლები ყავთ, ახლა ისეთ ეტაპზე ვართ, რომ რაღაც საერთო ძალისხმევის დემონსტრირებისთვის, კოორდინაციისთვის და ასე შემდეგ ნაკლები გაუგებრობებისათვის საჭიროა მუდმივი კომუნიკაცია, მუდმივი ფორმა. გვასწრებენ ამ თვალსაზრისით. აი ამის თქმა მინდა ზუსტად აი ხომ არ გეჩვენებათ რომ დასავლეთით უფრო წინ არის უკვე წასული. ამომრჩევლებიც წინ არიან წასულები. აღარაფერს რომ რუსთაველზე მდგომ ადამიანებზე. ისინი ხო საერთოდ მე მგონი მომავლის საქართველოში ცხოვრობენ ყველაზე კაი გაგებით ამით, ხო? სოლიდარობის განცდის, თანაზიარობის, ევროპული, ღირებულებითი და ასე შემდეგ. რა ისურვებდით თქვენ? ამ შემთხვევაში რაღაც ვიწრო პარტიულ ჩარჩოში არ გაყენებთ შეგნებულად, რომ აი რა იქნებოდა ზურაბიშვილის ფორმატის იმ ყველა წინააღმდეგობების გათვალისწინებით, რომელიც უკვე ვიცით რომ არსებობს რა, რომელიც არ გაგყოფთ, რომელიც არ დაგაპირისპირეთ. აი რა იქნებოდა ყველაზე ოპტიმალური ფორმატი ამ შემთხვევაში, დავიწყოთ. გიორგი, ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთი რამის თქმა. მე მესმის და პატივისცემ კოლეგების მოსაზრებებს სხვადასხვა პრიორიტეტებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემი აზრით არსებობს ერთგვარი იერარქია ჩვენი საზოგადოების დაკვეთის. ამ იერარქიაში პირველ ადგილზე დგას ერთიანობა. საზოგადოებას ერთია სწორად ახსენეთ დასავლეთში ამის ხედვა არსებობს, დასავლეთში მოთხოვნილება არსებობს, რომ დაინახონ დემოკრატიული ძალების ერთიანობა, როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ვებრძვით აი ამ რაღაცა ვიწრო ფაშისტურ პროვინციულ ავტოკრატიას, რომელსაც აყალიბებს და ფაქტურად კონსოლიდება მოახდინა ივანიშვილმა ამ ქვეყანაში, დასავლეთთან არის დაკვეთა, მაგრამ ამ საზოგადოებიდან არის ეს დაკვეთა. ამ საზოგადოების უმრავლესობა არჩევნების შემდეგაც კი ყველა გამოკითხვაში დააფიქსირა, რომ 80%-ზე მეტი ისევ მხარს უჭერს ამ ქვეყნის ერთადერთ სწორ ისტორიულ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ გზას, რომელიც არის ევროკავშირისკენ სვლა კონსტიტუციურ გზას, რაც მთავარია. ამიტომ პირველადი დაკვეთა არის ერთიანობა. ამ ერთიანობა რთული რაღაც არის. ერთიანობა უნდა მოხერხდეს და ხერხდება ისეთ თემებზე, რაც გვაერთიანებს. ასეთ თემები არსებობს, ასეთ თემები იყო ჩვენ საერთაშორისო დღის წესრიგი, ასეთ თემები არის ამ პროტესტის მხარდაჭერა, დახმარება და მეტი აქტიურობა ამ პროტესტში ცალსახად და გამერთიანი თემა არის ბრძოლა განთავისუფლებისთვის, სინდისის პატიმრების და ბრძოლა ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. აი ამ ეს ერთიანობა არის პირველადი დაკვეთა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ქეთს ვიხრი კიდევ ერთხელ იმ ადამიანებს, რომელიც ეხაც დგანან რუსთაველის ქუჩაზე, მაგრამ ის რაც 13 წლის მანძილზე საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მმართველობის მანძილზე ქართულმა ოცნებამ დატოვა თავის მემკვიდრეობად, ეს არის აბსოლუტური პოლიტიკური კრახი, რომელზეც კაპიტალიზება უნდა მოახდინოთ დემოკრატიულმა ძალებმა და აი ეს კაპიტალიზება ცალსახად ცდება თუნდაც ჩვენ ელექტორატებს და ცალსახად ცდება იმ ხალხს, რომელიც ყოველდღიურად ქართულ დემოკრატიას 180 დღე რუსთაველზე იცავს. რას გულისხმობ ამით? ეს არის ქვეყანა, რომელშიც 700,000 სოციალურად დაუცველი, ანუ 2012 წლიდან დღევანდელ დღემდე სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა გაიზარდა ამ ქვეყანაში. ეს არის ქვეყანა, სადაც 800,000 პენსიონერი $115 იღებს ყოველ თვიურად და ამით ცხოვრობს. ეს არის ქვეყანა, სადაც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, აი იმ უმრავლესობის, რომელიც თulis რომ ევროკავშირის წევრი უნდა იყოს. ეს ქვეყანა იმ უმრავლესობის ყოველდღიურობა, ეს არის ბრძოლა შემოსავლისთვის, ბრძოლა გადარჩენისთვის. ანუ კრახი არის აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც არსებობს საყოველთაო ჯანდაცვა, სადაც ბიუჯეტის კოლოსალური თანხები იხარჯება საყოველთაო ჯანდაცვაზე, მაგრამ ამის პარალელურად ყველაზე ცუდი მაჩვენებელი გვაქვს 50% იმ დანახარჯების, რომელიც ჯანდაცვაში მიდის ამ ქვეყანაში, ჯიბიდან ამოღებული ფულია და ეს არის კატასტროფული რიცხვი. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც პიზას რეიტინგში აბსოლუტურად ყველა მაჩვენებელში საშუალო ზღვარს ვერ ცდება ეს ქვეყანა. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც პირდაპირ უცხოური ინვესტიცია აღარ შემოდის. ანუ ძალიან დიდია ის სპექტრი, რომელიც ამ ქვეყნის იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომელიცაც ყელში აქვთ ეს ყოფა, რომლისთვისაც ეს სტატუს კო წარმოუდგენელია. ოღონდ უნდა დაინახოს ალტერნატივა და ამ ალტერნატივას ვერ ხედავს განსხვავებებში. განსხვავებები აშინებს ადამიანებს. როდესაც აქეთ ხედავს კონსოლიდირებულ ბოროტებას, ოღონდ ბოროტებაა, მაგრამ კონსოლიდირებულია და ძალას ასხივებს, პირდაპირ ვთქვათ რა, მოვატყუებთ ერთმანეთს. კი პანიკაში არიან, კი ძალიან დიდი ზიანი მიიღეს ამ ბოლო პერიოდში, კი სისულელეებს აკეთებენ. ოღონდ კონსოლიდირების ეს იმიჯი ჯერჯერობით საბოლოოდ არ დაუკარგავთ და ჩვენი მხრიდან ჭირდებათ ალტერნატივის დანახვა. და ამ ალტერნატივას დაინახავენ მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი განსხვავებებით
ვაჩვენოთ როგორი შეიძლება სხვა გემოვნების ამორჩევლისთვის იყოს აი ამ პარტიებში მათი ხმა, მაგრამ ამის პარალელურად მათ უნდა დაინახონ, რომ ჩვენ ვინც კოალიციურად უნდა მარტოთ ეს ქვეყანა, შეგვწევს იმის უნარი, რომ ერთიანად რაღაცა პოზიციაზე დავდგეთ. ამიტომ მნიშვნელოვანია პირველ ადგილას დავაყენოთ ის პრიორიტეტები, რომელთაც შეუძლია უფრო ფართო მობილიზება, ვიდრე თუნდაც ჩვენ ელექტორატებს.